ენერგეტიკული ზავი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ ჯენტლმენური შეთანხმების ფორმატში დაიდო, დასრულდა. გასულ ღამეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას წლის დასაწყისიდან ყველაზე მძლავრი დარტყმა მიაყენეს. საინტერესოა, რომ ზელენსკიმ სცადა მისი ფაქტობრივი წესით გაგრძელება და კვლავ სცადა ტრამპისთვის მიემასთა, რათა რუსეთზე მოეხდინა ზეწოლა მისი გაგრძელების მიზნით. თუმცა ამჯერად არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, რამდენიმე დღიანი პაუზა კიევს ზუსტად იმისთვის მიეცა, რომ დაფიქრებულიყო და კონსტრუქციულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასულიყო. მოკლევადიანი ენერგეტიკული ზავის სახით მიცემულმა წახალისებამ სტაფილომ არ იმუშავა და მოსკოვი კვლავ მათრახს აჩვენებს ინფრასტრუქტურული ომის სახით, რომელიც სხვადასხვა ამჟამად ჯერ კიდევ არ არის ტოტალური. გქონდა თუ არა აზრი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების, თუნდაც შეზღუდულ, როგორც აღმოჩნდა, პაუზაზე დათანხმებას. ამ საკითხზე შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს, მაგრამ რაც ნამდვილად არ უნდა გაკეთებულიყო, იყო თავად ენერგეტიკული ზავის ფაქტის მიჩქმალვა. თუმცა, თუ რუსულმა მხარემ საინფორმაციო თვალსაზრისით ეს სიტუაცია ვერ დაამუშავა, უკრაინულმა გადაამუშავა. ზელენსკიმ ტრამპი გამოიყენა როგორც დროშა, ამტკიცებდა რა, რომ ის სიტყვით დაიცავდა უკრაინას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან და დღევანდელი ღამის მოვლენების შემდეგ მედიის თვალსაზრისით თავადვე დიდი მარცხი განიცადა. სხვადასხვა, ეს სურათი ყველაზე კარგად ასახავს მოსკოვისა და კიევის მიდგომებს შორის განსხვავებას უკრაინაში კონფლიქტის საინფორმაციო თანხლების მიმართ. მაშინ როცა პირველი მედია ფაქტორს არ აფასებს, მეორე ძირითადად ამით არის დაკავებული. არც ერთი და არც მეორე არ იწვევს გამორჩეულ შედეგებს. ამასობაში უკრაინის დედაქალაქში ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ჩავიდა და მანაც გააკეთა მთელი რიგი განცხადებები, რომლებიც მედიამ ფართოდ გაავრცელა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ზავის შემდეგ უკრაინაში ნატოს ჯარები გამოჩნდებოდნენ, რაც უაზროს ხდის მთელ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველი შედეგით და სხვადასხვა ფორმატში გრძელდება სამხედრო-ტექნიკური აბუ-დაბიში და ეკონომიკური მაიამიში. მართლაც, რა აზრი აქვს დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის მიღწევას, თუ ამის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე მხისიერად აღმოჩნდებიან ნატოს ჯარები და მოსკოვი ორი მეტად ცუდი არჩევანის წინაშე დადგება. პირველია, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ უკრაინა ნატოს დე-ფაქტო წევრი გახდება და დაკმაყოფილდეს ტერიტორიულ მონაპოვრებით. მეორეა, დაიწყოს ომი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რომელიც ადვილად შეიძლება ბირთვულში გადაიზარდოს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მარკ რუტე ამერიკელი კლიენტია და მისი დღევანდელი განცხადებები უმაღლეს რადაში სრულად არის შეთანხმებული ტრამპის ადმინისტრაციასთან. ზოგადად, ასეთ სიტუაციაში უფრო მარტივია უბრალოდ გაგრძელდეს ომი უკრაინის სახელმწიფო ორგანიზმის კრახამდე და იმედი იქონიოს, რომ შეთანხმება უკვე კიევის ახალ ხელისუფლებასთან მოხდება.